ეხლა ახალ ჭირზეც მინდა მოგახსენოთ, შედარებით ახალ ჭირზე გამოშთა ვინმე ერთ-ერთი ადამიანი თქვენ შორის არის, რამდენიმე დღის წინ იყო ჩემთან. ვინმე ნიკა ლეკიშვილი, რომელიც ულუსმოდინეთ ამტკიცებს, უფლისიხი არის იერუსალიმი ნამდვილი, საქართველოა ისრაელი. და როცა ისინი მოვლენ იურიები, აქ თქვენ უნდა თქვათ, რომ ჩვენ ებრაელები ვართ, თუ არ იტყვით, საქართველო აღარ იქნება. ანუ რას აკეთებს პრაქტიკულად? რომელსაც ზედსახელად დაერქვა ენუქი ვინ არის თქვენ იცით და რატომ დაერქვა ნაკლებად მივხვდები. და კეთილსაუბრებში ისიც უთქვამს, რომ მომავალი მესიაა. სინამდვილეში რა არის? ეს არის პირდაპირ გაგებით გავლენის აგენტი. ქართველობა უნდა დააჯეროს, რომ ეს არის ისრაელი ნამდვილი, უფლისი იერუსალიმია, ებრაელები რომ 10 მილიონი არიან, უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში. და ჩვენ უნდა გვიხაროდეს ეს. და ჩვენც ებრაელები ვართ. ხედავთ რა გავლენებს აქცევენ ამჯერად და ამგზით. დაახლოებით 10 დღის წინ ერთ-ერთმა მაღალმა ისრაელის ხელისუფლების თანამდებობის პირმა სიამაყითა და თვითკმაყოფილებით განაცხადა 10,000-მა ებრაელმა უკვე იყიდა სახლი საქართველოში. მარკუს სახლებს არ ყიდულობენ, ვიცებს ყიდულობენ. ეს ზილიზღუდა ქართველი რომ გამოიმშვენებს თვალებს, იქ უკვე გვიან იქნება. ჩვენ ვიძახთ აფხაზეთი როგორ დაავკარგეთ, სამაჩაბლო როგორ დაკარგეთ, ქართული სული დაიკარგა და იმიტომ დაკარგეთ. და მე დაიკარგა მიწები. აქაც ეს ხდება. ქართული სული იკარგება, აბიაბროებულია საქართველოში, მე დაიკარგა და სულიად დანარჩენი საქართველოს. თუ გაინტერესებთ. ესე იგი ნოეს კიდობანი რომ ქვია ჯერს სახელდებაც ამ გადაცემის შოუსი საინტერესოა. ეხლა ამჯერად არ მოყვები, იქ იყო მიწვეული თურმე ეს ადამიანი, ცლად ისაუბრეს და ამის გაშვებას აპირებდნენ. ანუ გავლენის მოხდენას ქართველებს და ქართველების ნაწილი როგორ არის? როგორ მერხები ახლა და სულ ერთია ქართველები თავარი არ კარგად იცხოვს. გაიხარდება ეს ებრაელები ფლობენ დედამიწის კაპიტალის უდიდეს უმეტესობას. აქ გარუსაზღვრელი ძალაუფლება. ყველა ეს მოვლენები, ომები დაწყებული და სოციალური გაჭირვება მათგან არის მართული ყველაფერი და მათი ფულებით. მათ შორის ვატიკანიც არის ჩართული და არანაირი ეს რელიგიური დაწესებულება, ეს არის წმინდა პოლიტიკური დაწესებულება და სახელმწიფო და სხვადასხვა რომლის პაპი არის პოლიტიკური ჩვენთვის არის წვალებელი, არც მეტი არც ნაკლები. ეგ იქნება, სხვა იქნება, ვინც წავიდა, ვინც მოვიდა, არ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. წვალებლები არიან ისინი და არიან პოლიტიკური ფიგურები, მოთამაშეები ამ სიონისტურ ველზე. ზონისა. ხო და ერთ აი ამ ადამიანმა რომ ჩვენთან იყო, შეეწინააღმდება იმ გადაცემის მე რომ რასაკეთებ თქვენ იცით თუ რა ვინ არის რა და რასაკეთებს სინამდვილეში. ნუ თავი შეიკავეს, მაგრამ ნახე რომ ფინანსდება. წავიდა და ამ ადამიანმა 9 საათიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღო და აჭანის ტელევიზიით უჩვენა. ანუ ყველამ ნახა. 9 მილიონიანი მოსმენა ქონდა. აქედან მერტები ქართველების ერთ ნაწილი რა ნიშნულობა ებრაელები და ქართველები უფრო კარგიც არის ეს ძლიერები არიან პოლიტიკურად ფული აქვს და ასე შემდეგ საამური ცხოვრება იქ მეტი ამათ ხარ ამათ არც საშუალო არსებობს არც ენა არსებობს და არც საქმეება ხო აბუჩად იქნება ხედავთ როგორი გავლა საიდან არ აქვს ბრძოლები აი როგორც ქართული ამდას ამბობ საით გავიქეცი იქ წავიქეციო ყველა მიმართულებით ბრძოლა გვაქვს დაწყებული იმით რომ ომში უნდა ჩავერთოთ რუსეთთან დაახლოებით ასე დასუსტებული და არაფრის მქონე საქართველო, ანუ ესე იგი ფინია უნდა გავიდეს დათან საბრძოლველად. თუ ჩვენ მოვდიახაც ჩვენთანაც იტყვია, ბოლო ქართველამდე ვიბრძოლ, ბოლო უკრაინელამდე ვიბრძოლ. იმას კი აღნიშნავს პატრიოტული მოწოდება. იმას ნიშნავს დედას კიტირებს ყველა უკრაინელს ამოწყვეტად. ურიებს აქვთ გეგმაში ესდებს ოფიციალურად ინტერნეტში იხილეთ ვინმე იგორ ბერკუტია გეგმა რომ უკრაინის ადგილას უნდა შეიქმნეს სახელმწიფო ახალი იერუსალიმის სახელით. საქართველოსაც უკვე თვალი უჭირავთ და ხელი აქვს დადებული. ჩვენგან განსხვავებით, ჩვენ გავბივართ ერთმანეთს ჭამთან, ისინი უკვე კარგად იწყებენ დამკვიდრებას საქართველოში. ერთ დღესაც გამოვივიცეთ და ვიტყვით ისე როგორც აფხაზეთს ივამთ, როგორ დაიკარგა საქართველო. ჩვენს გამო დაიკარგა. ჩვენი დაუდევრობის სიზარმაცის ქარცეობის გამო დაიკარგა, არც მეტი არც ნაკლები. ილია მართალმა ეს საქმე შექმნა თავის თანამედროვე დამხატებულ ქართველებს კი არ ლაპარაკობდა ხოლმე ყველა იმაზე ვინც მართა როგორებიც ვართ სამწუხაროდ ჩვენგან საგზნობი ნაწილი თუ კი ასია მამოა ჩამსისინა ზოგიერთმა სულში თუ ასე ძლიერები არიან თუ ამდენი შესაძლებლობებია თუ
აღვირი ხელში მაფიქრია სოფლიო და ადგილობრივი მოვლენების რა ნალაპარაკეთ. სიცოცხლის ბოლო წუთამდე უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ჭეშმარიტი გადარჩენილი მაცხოვნებელი რწმენისთვის, ჩვენი მამულისთვის, სულ ცოტა ჩვენი წინაპრების საფლავები რომ არის და ჩვენი ენისთვის, რომელიც სასეღრმა არის, თუ გაინტერესებს. თურაშეულის პატრონი დღეში ფანტაზი გარბოდა, უცხოეთში გარბიან სამური ცხოვრებისთვის და ამ უნიკალურ მიწას საქართველოს უმდიროს აქტუალებული არის თავად უცხოელები ტოვებენ და ხელში უგდებენ მათ. ვის აღარა? რა თქმა უნდა, ვისადკენია. ეხლა ზოგიერთი იყვნენ და ამობს რა შუაშია გრიგოლ პალამა და საქართველოს. შუაშია. გრიგოლ პალამას თქვენ წარმოიდგინეთ უყვარდა სამშობლო. ელადა თავისი სამშობლო. და მას თუ უყვარდა თავისი სამშობლო, ჩვენ რატომ არ უნდა მივყვარდეს ჩვენი ქრისტიანული საქართველო, რომელიც დღეს აი უკვე რო ვითხოთ სიმსივნეა გარკვეულ უბნებში და მეტასტაზები აქვს დაწყებული. და არის საშიშროება მთლიანად სხეული მოიწოს ამ საბოლოოდ მოხდეს. არაფერია. ყველა ასეთით, ისეთით, მათ შორის ასეთი ქართველი და ისეთი ქართველი, გვინდა არ გვინდა წამს არ წამ 100 თუ ისია წარდები და მერეთის წინაშე და პასუხს მივცემთ ჩვენი საქციელისთვის. როგორც მინდა მამა გაბრიელი ამბობდა, ვის ტაძარში დგევართ, სადაც ადამიანი იბადება, სული წმინდის მადლი იქ გადმოდის მასზე. ამასაც მოგკითხავს.